ხშირად ფიქრობ, რომ შენ ყველაფერი განსაკუთრებით რთულად გამოგვდის. ფინიშის ხასთან თითქოს საკუთარ თავს ებლანდები ფეხებში და რაც არ უნდა დაიწყო, რაღაც ყოველთვის გაფერხებს და გაბრკოლებს. თუ ასეა, მე მგონია, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რის გარეშეც წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. ეს უბრალოდ დროებითია ან ილუზიაა. დავიწყებთ ძალიან ბანალურად. მე ახლა ვარ სურამში, ჩემს ეზოში, სადაც ყველაფერი ყვავის, საოცარი სურნელია ირგვლივ და პირდაპირ იდეალური განწყობა მაქვს სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ. ეს თემა არის ის, რომ წარმატების მისაღწევად ჩვენ გვჭირდება სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული. ბანალურია ეს თემა თითქოს, მაგრამ ყველაფერი გენიალური არის მარტივი. საკუთარი თავის სიყვარული არის სიყვარულის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგი. ხშირად ეს აღიქმება როგორც ეგოიზმის გამოხატულება ან აუფასურებენ და დაჰყავთ გარეგნული კომფორტის გამოხატვაზე. ანუ ეგოიზმი როგორც მე ვარ სამყაროს ღერძი და ჩემს გარშემო ბრუნავს ყველაფერი, ან როგორც გარეგნული კომფორტი, გადავეკიდე ამ აბაზანებს, მაგრამ ვარდის ფურცლების აბაზანის მიღება, რადგან ვარდის ფურცლების აბაზანაზე ვერ დაშენდება საკუთარი თავის სიყვარული. ეს შეიძლება მხოლოდ გამოხატულება და ატრიბუტი იყოს, მაგრამ ეს არ არის საფუძველი საკუთარი თავის სიყვარულის ნამდვილად. მე ვერ და არ გავაკეთებ რელიგიურ წიაღსვლებს, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ როცა ამ თემაზე ვფიქრობდი საუბარს, ანუ საკუთარი თავის სიყვარულზე, მარკოზის სახარებიდან ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ფრაზა სულ თავში მიტრიალებდა და ზუსტად ამოვწერე, რომ ზუსტად წავიკითხო თქვენთვისაც. შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა, სულითა, გონებითა, ძალითა შენითა. ესე არის პირველი მცნება. და მეორე მსგავსი ამისი, შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, უფრო ის ამათსა, სხვა მცნება არა არის. უფრო ის ამათსა, სხვა მცნება არა არის. პრინციპში ყველაფერი უკვე ნათქვამია, განსჯა აღარც არის საჭირო. არადა ჩვენ ამ ფრაზას ხშირად აღვიქვამთ როგორც ჩვენს დიდ სულოვნებად და რაღაცნაირად მოყვასისადმი გაღებულ მსხვერპლად. სინამდვილეში ეს არის არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ფორმულა, სადაც სიყვარულის საზომი არის თავი თვისი, სიყვარულის ეტალონი არის საკუთარი თავი. თუ შენ არ გაქვს საკუთარი თავის სიყვარული, ვერც სხვის მიმართ ვერ გექნება სიყვარულის განცდის უნარი. შენ ვერ გასცემ იმას, რაც არ გაქვს თავად. შენ ხარ პირველი და ყველაზე მთავარი მოყვასი საკუთარი თავისთვის და გევალება საკუთარ თავზე ზრუნვა, მისი მოვლა და ასევე განვითარება. საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე სხვისადმი გამოხატული ემოცია სიყვარული ნაკლებად არის ხოლმე. ეს უფრო ხშირად არის რაღაცნაირად მსხვერპლშეწირვა, ან არის უბრალოდ პირფერობა. განვიხილოთ თუ რატომ ვფიქრობ ასე. ეს ძალიან საინტერესო ამბავია, ზოგადად მჩვევია აქეთ-იქით აზრების გაქცევა, მაგრამ ეს ნორმალურია ვფიქრობ. ესეთი სწორხაზოვანი აზროვნება ძალიან მოსაწყენია და უშედეგოც ჩემი დაკვირვებით და აზრით. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარება, ყველას უღიმის და ცდილობს ყველასთვის იყოს კარგი. ამ ადამიანის შინაგანი мотиваცია უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე შფოთვა და სიცარიელე. მისი სურვილი არის, რომ გარედან მიიღოს აუცილებლად, ასე ვთქვათ, მადლიერება, როგორც ნარკოტიკი, რათა შეავსოს ეს შინაგანი სიცარიელე. როგორ უნდა განვსაზღვროთ, ეს ყველაფერი გულწრფელად გაცემული სიყვარულია, თუ აი ესე ვთქვათ, ეს ნადირობა და ვაჭრობა სხვის ყურადღებაზე და სხვის სიყვარულზე. გულწრფელი თვითრეფლექსია არის საჭირო აქ, საკუთარ თავს დავუკვირდეთ, რომ ჩვენს გაცემულ სითბოს, ყურადღებას, მზრუნველობას და ამაკს ჩვენ აღვიქვამთ როგორც ინვესტიციას, რომლის დაბრუნებას და დაფასებას აუცილებლად ველით, ან იმ ადამიანებისგან, რომელთა მიმართაც ჩვენ ეს მზრუნველობა გავეცით, ან უბრალოდ სამყაროს მხრიდან მაინც ველოდებით ამის ანაზღაურებას. და თუ ასე არ ხდება, ვრჩებით რაღაცნაირად ნაწყენები და იმედგაცრუებულები. თუ ეს ასეა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს არ არის უანგაროდ გაცემული სიყვარული და მზრუნველობა. ასევე, როცა შინაგანად არ გვაქვს საკუთარი ღირებულების განცდა, ვცდილობთ, რომ გავხდეთ მოსაწონი სხვებისათვის. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? ურთიერთობაში ადამიანი, როდესაც სრულიად ივიწყებს საკუთარ ინტერესებს და მთლიანად ერგება სხვის აზრს, ჰობის, ინტერესებს, ცხოვრების წესს და ამას იგი
ფუთავს როგორც სიყვარულს. სინამდვილეში ეს არის პირფერობა, რადგან იგი საკუთარ ნამდვილ მეს კი არ უზიარებს სხვას, არამედ ხდება უბრალოდ სხვისი ანარეკლი. რადგან ის საკუთარ მეს კი არ უზიარებს სხვას, არამედ ხდება სხვისი ანარეკლი. მას ეშინია რომ მიატოვებენ, მას კომპლიმენტების ყიდვა. პირფერობა ხშირად გამოიხატება გადაჭარბებულ კომპლიმენტებში, შენ ისეთი შესანიშნავი ხარ, შენ ისეთი არაჩვეულებრივი ხარ, ყველას მიმართ. არადა ამაში ისმის სასოწარკვეთილი ხმა, რომ ძალიან გთხოვ, იგივე მითხარი შენც. მითხარი, რომ მე შემიძლია რაღაცის გაკეთება და ვღირვარ, რადგან სხვანაირად შენი თქმის გარეშე მე ამის არ მჯერა. ურთიერთობა როგორც დეკორაცია, როცა ადამიანი ირჩევს წარმატებულ მეგობრებს, პარტნიორებს, იმისათვის, რომ მათ შუქზე თავადაც გაანათოს, მე ის მიყვარს. ამ შემთხვევაში ეს არის სტატუსის სიყვარული, რომელსაც მას ანიჭებს ამ ადამიანის გვერდით ყოფნა. ეს არის პირფერობის ფორმა, სადაც სხვა ადამიანი გამოიყენება როგორც ერთგვარი ატრიბუტი და აქსესუარი საკუთარი ღირსების წარმოსაჩენად და გასაძლიერებლად, ასე ვთქვათ. არადა წარმოიდგინე მზე, არ ვიქნები ორიგინალური, მზე არ ირჩევს. ხოლო დედამიწა გაანათოს თუ მარსი და ვენერაც ან იუპიტერიც, ის უბრალოდ ანათებს, იმიტომ რომ ეს არის მისი არსი. თუ შენ გაგაჩნია სიყვარულის უნარი, ის ეხება თანაბრად, როგორც საკუთრავ შენ, ასევე სხვასაც. ეს არის ერთგვარი ღერძი, რომლის გარშემოც შემოშენებულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღირებულება და ის გვიცავს ორი უკიდურესობისგან, ეგოცენტრიზმისგან, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი და თვითგანადგურებისგან, რომ მე სხვისი ნაბადიც არა ვარ და არარაობა ვარ საერთოდ ამ სამყაროში. მცნება ამბობს, შენი და სხვისი ღირებულება არის თანაბარ მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი თავის სიყვარული არ არის ფუფუნება, ეს არის ბაზისი. შენ უნდა გიყვარდეს შენი თავი, იმისათვის რომ საერთოდ გქონდეს უნარი აღიქვა სხვა ადამიანის ზუსტად შენივე მსგავსად, ტოლად და სწორად და არა შენზე მეტად ან შენზე ნაკლებად. საკუთარი თავის სიყვარული ან უსიყვარულობა არის ფილტრი, რომლითაც ჩვენ ვუმზერთ სამყაროს. თუ სიყვარულის ფილტრით ვუმზერთ სამყარო მშვენიერია, უსიყვარულობის ფილტრით ვხედავთ მხოლოდ ნაკლს და უღირსობას. ჩვენ ვახსენეთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ხშირად აღიქმება როგორც ეგოიზმი. მოდი შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ, როგორ განვმიჯნოთ და როგორ არ გადაგვეზარდოს საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული ქედმაღლობაში და ამპარტავნებაში. დროებით შემდეგ ვიდეომდე.